დაბადება და სიკვდილი საპირისპირო არ არის. ის ერთი და იმავე პროცესის უბრალოდ სხვადასხვა ფაზებია. ამაზრამდე იმ მომენტში მივედი, როდესაც გავათვითცნობიერე, რომ ჩვენი სხეული შედგება ატომებისგან, ატომები შედგება სუბატომური ნაწილაკებისგან და მათ შორის სიცარიელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ღრმა არსში უხილავები ვართ, ვიბრაციები და ენერგიის კონდენსაცია, რომელიც დროებით ფორმად შეიკრიბნენ, რათა მატერიის სახით გამოვლიდნენ. და როდესაც სხეული კვდება, უბრალოდ იშლება ფორმა, მაგრამ ენერგია, რომელიც მას ავსებდა, ანუ ჩვენი სული არ კვდება. ის უბრუნდება თავის პირვანდელ წყაროს, უსაზღვროს და უხილავს. და ასე გრძელდება ეს მარადიული ციკლი. ენერგია, როდესაც კონდენსირდება, იბადება ფორმა, შემდეგ იშლება და კვლავ ბრუნდება თავისუფლებაში. ისევე როგორც წყალი, ანუ მე შევადარე წყალს, ანუ ნახეთ, როდესაც მოლეკულები ერთმანეთს უერთდება, ის ყინულად იქცევა და ხილულია. და როდესაც ისინი შორდებიან, ორთქლად გარდაიქმნება და უხილავი ხდება. მაგრამ არსი იგივე რჩება, ის მაინც წყალია. ამიტომ ჩვენ ერთი და იგივე ენერგიის სხვადასხვა ფორმები ვართ. ჩვენ ვართ სამყარო, ჩვენ ვართ ზუსტად რომ ეს ენერგია, რომელიც მარადიულად იცვლის თავის გარეგნობას და არასოდეს არ კვდება.